ცხელა გაუსაძლისად ძალიან მაგრად. არც ვიცი საერთოდ რა მეტაფორებით და მხატვრული სიტყვებით შეიძლება დაახასიათო ესეთი სიცხე. ესე ბოლო 4-5 წელი იქნება ჩემთვის პირადად, ობიექტურადაც, მაგრამ ჩემთვის პირადად ზღვარ გადასულად ცხელა, რაც ემთხვევა პარალელურად კლიმატის ცვლილების გაუარესებას. მაგრამ აი წელს რაღაც განსაკუთრებულია, იმიტომ რომ ასეთი ტემპერატურა უკვე სასიკვდილოსთან არის მიახლოებული და ძალიან საშიშია ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით ამ ხრივ მოწყვლადი ხალხისთვის. და ჩემთვის ასეთი გაუსაძლისი ტემპერატურა იმით არის ყველაზე ცუდი, რომ შფოთვას ამძაფრებს და იმ ჯანმრთელობის პრობლემებსაც, რომელიც წელიწადნახევარია უკვე მაქვს. და კიდევ ის, რომ ასე ვთქვათ, სახლში არანაირი გაგრილების სისტემა არ არსებობს, გარდა იმისა, რომ ცივი წყალი შეისხა და ცივი წყალი დალიორა. აი ჩემში საშინელ რისხვას იწვევს იმის გააზრება, რომ ელემენტარული ადამიანური მოთხოვნილებები არ მაქვს დაკმაყოფილებული და ეს ძლივს გამოსწორებული ჯანმრთელობის პრობლემები ისე ვიწევს წინა პლანზე. და თუ გაინტერესებს რა გრძნობა, როცა ეკონომიკური კრიზისი, პოლიტიკური რეპრესიები, 38 გრადუსი სიცხე, პლუს ემოციური ბულინგი და შემოსავლის არქონა ერთად როგორ მოქმედებს, აი მაგას უბრალოდ ლამაზი სიტყვებით ვერ აღწერა. ეგ უბრალოდ უნდა გამოსცადო. რაც შეეხება ახლა ჩემს მიერ მონახულ გზებს ამ დროს რა უნდა გააკეთო, რომ გადაურჩე კრიზისს და დახუთულობას. პირველი ეს არის რა თქმა უნდა ხშირად გაგრილება. დიდი რაოდენობით სიცხის მიღება და შხაპის მიღებაც. ხო, თბილი წყალი არ დალიოთ. გულისამრევია. მეორე ეს არის მუშაობის გადადება ზაფხულში. იმიტომ რომ ჩემთვის ასეა მოსახერხებელი ზაფხულში მუშაობის დაწყება გამორიცხულია, რადგან უკვე დიდი ხანია ვიცი ბაზარზე როგორ დისტანციური სამსახურებია შემოთავაზებული და არც იმას ვაპირებ რომ ღამის თევით ვიყო ღამის ცვლაში რომელიმე სამსახურში, არც დისპეჩერობას ვაპირებ და ჯერჯერობით არც კვალიფიციური და გამოცდილი ვარ რომ ფრილანსერი ვიყო, ამიტომ აქედან გამომდინარე დისტანციური და ჰიბრიდული სამსახურიც გამორიცხულია ზაფხულში, იმიტომ რომ მირჩევნია დასასვენებლად წასვლა და დროის ამაში გამოყენება. მესამე ეს არის სხვების დახმარება. მოძიებული და შენახული მაქვს მარგინალიზებული ჯგუფების და ფულადი დახმარების საჭიროების მქონე ადამიანების ანგარიშები. მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით უმუშავარი ვარ, მაინც არსებულ მწირ თანხას ისევ აგროვებ, რომ მცირე ნაწილი იყოს ყოველდღიურ ხარჯებზე და გართობაზე გადანაწილებული და რესურსების სხვებისთვის გაზიარება მოხდეს, ანუ იმ ხალხისთვის, რომელიც უძალო და მახეში მოუწყვლელი დატოვა სისტემამ. მეოთხე ეს არის ნოსტალგიური, უფრო ესეთი დამამშვიდებელი კონტენტის მოხმარება, წიგნები, ფილმების ნახვა და ასე შემდეგ. ასეთ სასიკვდილო სიცხეში, რომელიც ყველას ჯანმრთელობისთვის არის სახიფათო, ცივ წყალთან და შხაპთან ერთად, შინაგანი მოთხოვნილებაც გაქვს, რომ რაღაც კათარზისული გამოსცადო მედიის საშუალებით. იქნება ეს კითხვა, ფილმის ნახვა თუ ვიდეოების ყურება. რაც შეეხება ნოსტალგიას და პატარაობის დროინდელ კონტენტს, ცალკე მაქვს კლიპების, ძველი რეკლამების, კომედიური ვიდეოების და ძველი სერიალების პლეილისტები შექმნილი. და კიდევ ვისაც გაუგია, მე ინსტაგრამზე ხშირად მიგდებს ხოლმე და ძირითადად ეგეთი ვიდეოებით მაქვს გადავსებული ფიდი. ეს არის liminal core, ეგრეთ წოდებული nostalgia core და 2000-იანების მედია. ეს უკანასკნელი არის ის კონტენტი, რომელთაც ნებისმიერ მომენტში ვახერხებ ყურადღების გადატანას. მეხუთე ეს არის სოციალური ქსელების მიტოვება. მართალია ხანდახან იმასაც ვფიქრობ ხოლმე, რომ ახალი ამბების საერთოდ არ გაგებით რამე მნიშვნელოვან გასათვალისწინებელ ინფორმაციას გამოვტოვებ, მაინც ღირს Facebook-ის, Instagram-ის, news საიტების და სატელევიზიო არხების ხო საერთოდ გვერდზე გაწევა. ძირითადად თუ ტელეფონს ვიღებ YouTube-ზე და Pinterest-ზე შევდივარ, Facebook და Instagram-ზე შემიძლია თვეობით არ შევიდე და თუ თქვათ რამე მაქვს ასატვირთი შევდივარ და რამდენიმე წამში ისევ გამოვდივარ, ისე რომ არ ვსკროლავ და ტელეფონში ვკითხულობ, ფილმს ვთავ ან ვამონტაჟებ ვიდეოებს. და გარდა მაგისა, ტელეფონის მენიუში ისე მაქვს ეს აპები გადამალული, რომ მოძებნაზე და გახსნაზე დამეხარჯოს დიდი დრო და ტვინს ეს დაამახსოვრდეს, როგორც რაღაც არაკომფორტული აქტივობა.
და ბოლოს ავტორიტარული მმართველობა და რეპრესიები და უკიდურესი სიღარიბეა გარშემო. და ალბათ იმათ, ვისაც საცხოვრისზე, გადასახადებზე და ასე შემდეგ ყოფით პრობლემებზე გაქვთ დიდი სტრესი, ან თქვენი ოჯახის წევრი უკანონოდ არის დაკავებული, ალბათ საერთოდ არაფერი არ გეხალისებათ და ძალიან გაუსაძლეს მდგომარეობაში ხართ. თუმცა ამ დროში იმედის მომცემია ის, რომ ბევრი ახალი პლატფორმა და პოდკასტი შეიქმნა, რომელთა საშუალებითაც ხალხის დაკარგული ხმები ისმის. აუცილებლად გახსენით ამ ეპიზოდის აღწერა და ნახეთ მონიშნული რესურსები და ანგარიშები, იმიტომ რომ აუცილებლად შესამოწმებელია იქ ყველაფერი. და დაიმახსოვრეთ, რომ ყურადღებაც მონეტიზებულია და ის უნდა გავამდიდროთ ბრჭყალებში ამ ყურადღებით, ვინც სისტემისგან იჩაგრება და ახლა ისეთი პერიოდი გვიდგას, რომ უკან დასახევი გზა უბრალოდ მოჭრილია და ეთნიკურ, რელიგიურ და სექსუალურ უმცირესობებთან მათთან ერთად და მათთვის უნდა ვიბრძოლოთ.